ვქმნი ნეიროალგორითმს პენტაკლების 10-იანზე. წინაზე მქონდა დღის არკანი, ამოვიდა პენტაკლების 10-იანი, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო არკანი. ეს გახლავთ ენერგია, როდესაც ადამიანს აქ მიღწეული უკვე გარკვეული წარმატება, მიზნის მიღწევა არის, რისკენაც მიდიოდა და ეს ეხება ყველაფერს, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზანს, აქ შეგვიძლია გავაკეთოთ ალგორითმში ჩვენი ყველა სფერო. თემის სახელად ავირჩიე კეთილდღეობა, რადგანაც ჩემთვის პენტაკლების 10-იანი ამასთან არის ასოცირებული და აქ აუხნიშნავ სხვადასხვა ასპექტებს, რაშიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი კეთილდღეობის მიღწევა და შენარჩუნება. ეს გახლავთ, ყველას თქვენი გექნებათ სავარაუდოდ და უნდა დაჯდეთ და დაწეროთ ეს ყველაფერი თქვენთვის რომელ სფეროში რა არის. მე ჯერ სფეროები ავღნიშნე, რომელიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და მე ყოველ ამ სფეროზე გავაკეთე საკმაოდ ვრცელი ჩანაწერი. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს ხდება სწრაფად, უნდა გააკეთოთ 2 წუთში თემის აქტივაცია, იწყებთ უკვე ხატვას. ინსპირაციად გამოვიყენე, როგორც თქვი, პენტაკლების 10-იანი და ამის მიხედვით ჩამოვწერე ყველაფერი, რაც ჩემთვის არის კეთილდღეობასთან ასოცირებული. მთავარ ადგილას შუაში ნახატში ვაკეთებთ წრეს, რომელშიც ვხატავთ პენტაკლების პენტაგრამას, ვარსკვლავს. ვუკეთებთ თავიდანვე ნეიროგრაფირებას. ჩვენ გვახსოვს, რომ ყველა ფიგურას, რასაც ვხატავთ, შეიძლება ხატავდეთ სწორი ხაზებით, მაგრამ მერე უნდა გადაატაროთ ზედ ნეიროხაზები, ხო? ნეიროხაზებზე, ვინც თქვათ პირველად ნახავს ახლა ამ ვიდეოს და არ იცის როგორ კეთდება, ჩემს YouTube არხზე და ასევე ჩემს Telegram ჩატში მაქვს ვიდეოები, სადაც ვხსნი როგორ იხატება და რა დატვირთვა აქ ამ ხაზებს. ეხლა აქ ვაკეთებთ სამკუთხედებს, რომელიც არის მიმართული ჩვენი პენტაგრამისკენ. სამკუთხედი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა ნეიროგრაფიკაში და მას სიფრთხილით იყენებენ ზოგადად, მაგრამ ჩვენ ეხლა გვჭირდება აი სწორედ ესეთი აქტიური ფიგურა, მოქმედი ფიგურა, რომელსაც მოქმედება აქვს, ხო? და აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ჩამოვწერეთ 2 წუთის მანძილზე, შეგიძლიათ აქტივაცია გააკეთოთ მათი ამ სამკუთხედების მეშვეობით. და სამკუთხედებიც, რამდენიც თქვენ დაგჭირდებათ, იმდენი შეგიძლიათ ესე წრიულად დახატოთ. მე აქ ავდექი და სამკუთხედებში ჩავწერე პირდაპირ ჩემი კეთილდღეობა რაში მინდოდა რომ ყოფილიყო. ეს არის თქვათ ოჯახში სისავსე, ეს არის ჩემი პირადი განვითარება, რომ მე რაღაცა კიდე შევისწავლო. ეხლა მაგალითად მივდივარ მატრიცის კურსზე ვალენტინა ბარბაქაძესთან, რომელიც გრძელდება საკმაოდ დიდხანს და ძალიან სიღრმისეული შესწავლა იქნება აქ მატრიცის. აი ჩემთვის ეს საინტერესოა ახლა ამ ეტაპზე ნუმეროლოგიის შესწავლა და კონკრეტულად აი ამ სახის მატრიცის შესწავლა და ამიტომ ესეც ჩავწერე განვითარებაში ჩემი სურვილი, რომ შევისწავლო ეს კურსები. აქ რა თქმა უნდა წერა ასევე რომ შემდგომში მეც მინდა რომ ჩემი პროექტები მქონდეს, ჩემი კურსები იგივე ნეიროგრაფიკასთან დაკავშირებით და მინდა რომ ეს განვითარდეს და ამასაც რა თქმა უნდა აქ ვწერ თქვენსაც ჩაწერთ, ხო? ასევე ჩავწერე მატერიალურ ასპექტებზე სურვილები, ხო? ერთ-ერთი სამკუთხედი ამას მოიცავს. როგორ მინდა რომ ეს შემოდიოდეს და აქ ნება ესეთი რჩევა, რომ აუცილებლად ჩაწერეთ, რომ ეს ყველაფერი იყოს მსუბუქად და მარტივად თქვენთვის საკეთილდღეოდ, რომ ყველაფერი მოდიოდეს მსუბუქად და მარტივად. რადგან მოსვლით ყველაფერი ისედაც მოვა, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ და ვოცნებობთ, მაგრამ საკითხი მდგომარეობს იმაში, რამდენად მოდის ეს ჩვენთვის, რამდენად არის კარგი და რამდენად საკეთილდღეოა ჩვენთვის და რამდენად მსუბუქად და მარტივად იქნება ჩვენთვის, რომ ჩვენი პირადი რესურსი ამაზე ძალიან
დიდი რაოდენობით და ჩვენი ენერგია არ დაიხარჯოს, ხო? ესეც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. და აი ასე მიყვებით, თქვათ რა პრიორიტეტების არის თქვენთვის, ხო? აი თქვათ სოციუმში გასვლა, მაგალითად გინდათ გაქვთ რაღაცა სოციქსელები და გინდათ რომ იქ მიაღწიოთ, თქვათ და ბევრი იყოს გამომწერი, ბევრი ადამიანი გენდობოდეთ, გიყურებდეთ, მათთვის ეს იყოს საინტერესო, ხო? კიდე შეგვიძლია ჩავწეროთ რა, ანუ მაგალითად ოჯახში, ურთიერთობებში რომ იყოს, თქვათ კეთილდღეობა, ანუ კარგი ურთიერთობა რომ იყოს და დაალაგებული, დაწყობილი, ესეც და ჩემს სივრცეში მაგალითად რომ იყოს განვითარება, ან ვინც არის ჩემს სივრცეში, ვინც არიან ადამიანები და იქცევიან, მათთან რომ მქონდეს კარგი კომუნიკაცია და სივრცე იყოს ზოგადად სუფთა და დაცული. აი ესეთი ამბები ავირჩიე მე და თქვენ, რა თქმა უნდა, ყველა საკუთარს ჩაწერთ. მე ვამატებ ასევე წრეებს, ქვემოთ დავამატე წრეები, ანუ ქვემოთ, იმიტომ რომ ამ წრეებიდან მოდის ეს, თქვათ, ეს არის საფუძველი, ხო? ჩემი კეთილდღეობის და განვითარების და ეს შეიძლება ყველას ჩვენი გქონდეს და მე აქ ავღნიშნე ჩემი გამოცდილება, მე აქ ავღნიშნე ასევე ჩემი საგვარეულო ძალა, ვთქვათ, ის რაც მაქვს უკან ბექგრაუნდი, რაზეც დგას, ვთქვათ, ჩემი ცნობიერება, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ ამას ავღნიშნავ როგორც ჩემს საგვარეულოს. აღნიშნე ასევე ენერგია, რომელიც მინდა რომ მქონდეს და მაქვს და ვიღებ ამ ენერგიას სამყაროსგან, ჩემი სივრცისგან და ვივსები მუდმივად, ესეც არის საფუძველი ერთ-ერთი და ჩემი რესურსები, ანუ ჩემი ცოდნა განათლება, რომელიც დაგროვილი მაქვს და მიღებული მაქვს წლების მანძილზე, ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს რესურსი ჩემ, თქვენი რესურსი გაქვთ ხო, საიდან მოდის ეს და ზემოთ უკვე ვხატავთ წრეებს, სწორედ ერთ-ერთი იქნება ეს წრე, რომ ეს ყველაფერი მოვიდეს მსუბუქად და მარტივად ჩვენთან. მეორე წრე არის, რომ ჩემთვის სასიკეთოდ იყოს ეს და მესამე წრეში აუცილებლად წერთ მადლიერებას იმისთვის, რაც გვაქვს და რაც უკვე მივიღეთ და რაც გვექნება. ანუ ჩვენი ამ კეთილდღეობის თვის მადლიერებას აღვნიშნავ აქ ერთ-ერთი წრით. შემდეგ უკვე გადავდივართ სივრცული ხაზების გავლებაზე, რომ ეს ყველაფერი სივრცეში გავიდანოთ და ჩვენი გონებისთვის იყოს მარტივი ადაპტირება ამ სიტუაციასთან, გონებამ რომ ეს მიიღოს გვეცნობიერმა, ცნობიერმა და გაიტანოს სივრცეში, დაიწყოს უკვე ახალი ნეიროქსელების შექმნა ამ ჩვენი ალგორითმის განსახორციელებლად, რომ ჩვენი კეთილდღეობა იყოს მაქსიმალურად ყველა სფეროში, კომფორტულად ჩვენთვის მსუბუქად და მარტივად. აი ამ ნეიროსივრცული ხაზების გავლების შემდეგ გადავდივართ უკვე ნეიროგრაფირების ნაწილზე, სადაც ჩვენ გადაკვეთის ადგილებს ვამგვალებთ და აი კონკრეტულად ამ ნამუშევარში, ამ ალგორითმში არ ვაკეთებ მე მკვეთრ გამოყოფას, მსუბუქად ვაკეთებ მომგვალებ, თუმცა მე აქ მაქვს მიზანი, რომ ეს ნახატი იყოს ვიზუალურად მსუბუქი და ძალიან ლამაზად აღსაქმელი, ფერებსაც ისეთ შემოვიდან შემდგომში. მე უკვე შემოგვაქვს ფერები ენერგიის სახით, ეს ნაწილი არის მნიშვნელოვანი ძალიან, იმიტომ რომ ფერებით ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენს აი ამ ყველაფერს რაც ჩამოვწერეთ, გაერთიანებას ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან მოდიოდეს თანხვედრაში და რა თქმა უნდა ვაძლევთ ამ ყველაფერს ენერგიას, ფერი. აქაც თქვენ უნდა აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერები და სწორედ ეს უნდა შემოიტანოთ ნამუშევარში. ყველა სამკუთხედი შეგიძლიათ სხვადასხვა ფერით გამოყოთ, შეგიძლიათ ერთ ფერში გააკეთოთ. ბოლოს სივრცული ხაზიც უნდა იყოს გამოკვეთილი და ფიქსაციის ფიგურად. მე ეს ყველაფერი გავაკეთებ ფერებით. ამ ნახატს ჩავსვავ ჩარჩოში და დავიკიდებ ჩემთან სამუშაო კაბინეტში, რომ ყოველთვის შეხედვისას გამახსენდეს, რა მაქვს ჩადებული, ჩემი გონებაც გაიხსენებს და გააკეთებს ადაპტირებას. სულ ეს არის დღეისთვის, წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.